და როცა თავად ესწრებოდით ვაჟის თამაშს, აი იქ როგორი იყო თქვენი ემოციები? ნუ ძალიან ნერვიულობდი, რა თქმა უნდა, ძალიან ნერვიულობდი. გამიცდიდი თან მე კიდე რა არის, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, აგერ აკადემია ახლოს არის და კი ვარჯიშობდა თავს, მაგრამ მე კიდე რჩებოდით. აგერ აკადემია ჩვენ ახლოს არის. დარბაზი როა. ნუ რჩებოდით და ჩემთვის პრობლემა არ იყო, რჩებოდით და ერთ-ერთზე თამაშობდით, ვასწავლეთ. ნუ რა თქმა უნდა, მინდოდა ეს ყველაფერი, რაც მე ღმერთმა მომცა, ეს ნიჭი, ეს ყველაფერი, რაც მე ვერ გამოვიყენე ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან ადრე დავამთავრე და მივიღე ტრავმა 21 წელს წარმოიდგინე მე კი არ ტრაბახობ, მაგრამ რამდენი მივაღწიე 26 წლამდე წარმოიდგინეთ, ნუ სუკი 26 წლის, 25 წლის იწყებად კალათბურთის თამაში, ხო? და მე უკვე ძირითადად უკვე დავამთავრე რა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ კი ვითამაშე, რა თქმა უნდა, დანარჩენ თამაშები ახლა. ნუ იმიტომ რომ უშუქობა იყო, ის იყო და მთხოვეს, რომ ერთი ფეხით ითამაშე ნიკოლას ბიჭებმა მეუბნებიან, აი ეს დასრულში რო ვითამაშე, თბილისში რო ვიყავ. კი ვითამაშე, მაგრამ იცით რა არის, ხო ვზდოდი, რომ ის თამაში უკვე არ იყო, როგორც მე მაწყობდა, ხო? იმიტომ რომ ერთი ფეხით უკვე უბრალოდ ძალიან გვიჭირდა მაშინ უშუქობა ეს ყველაფერი და იმის გამო თორე არც დაბრუნდებოდი კალათბურთში. იცით ახლა გულსმელად გეუბნები, რატო? იმიტომ რომ მე რაც მე ვითამაშე, ხო, მე ჩემი ხარისხი ეს ყველაფერი უკვე არ მინდა, მე მინდა რომ როგორ თქვა, იცით, რომ დარჩეს გულშემატკივარი. ბალეში როგორც მე ვიყავ, როგორც მე ვთამაშობდი. მოგონე და როგორ გითხრათ და არ მინდა სუსტი დერუგინი რომ დამინახო, ხო, ამის თქვა მინდა და არ მინდა რომ სუსტი დერუგინი დამინახოს ვინმე გულშემატკივარი და სულ თეთრ ცხენზე რა, აი ესე რომ თქვა. მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრება ესე მოიდანა, რომ ვითამაშე, გავაგზელე, კი ბატონო. კი, მე საზღვარგარეთაც ვითამაშე, 1-2 წელი ვითამაშე, მოვასწარე თამაში. ნუ არა უშავს, კი, მაგრამ უკვე იმდენად 50% იყო ჩემი თამაში, აი ესე რომ ვთქვათ, 100-დან.